მოგესალმებო. წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. დღეს არის ორშაბათი დღე და ჩვენ გავაკეთებთ გაშლას კვირის პროგნოზს. მიმოვიხილავთ ზოგადად როგორ იქნება ეს კვირა თქვენთვის, რა სიახლეები და გამოწვევები შემოვა და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად. ასეთი გვიქნება ესეთი სახის გაშლა ჩვენ, ხო? მათ ვისაც მოგწონთ ჩემი გაშლები, ვინ ზოგადად დაინტერესებულები ხართ აროს გაშლებით, დამეგობრდით, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გამიხარდება თუ მოიწონებთ აი ამ ვიდეოს, რასაც ახლა უყურებთ და გადაუზიარებთ თქვენს მეგობრებს. ძალიან დამეხმარება. ესეთი ორი არკანისგან გავაკეთოთ, ზოგადად კვირის ფონი და რჩევა, პატარა რჩევა, ხო, ეს არის მოკლე ესეთი გაშლა. რაც შეეხება მათ, ვისაც გსურთ პირადი კონსულტაციები, შეგიძლიათ რომ მომწეროთ პირად ჩატყობინებაში და გავაკეთოთ ესე გაშლა. გაშლა შეიძლება გაკეთდეს როგორც კონკრეტულად ერთ კითხვაზე, ასევე სრული დიდი გაშლებით შეგიძლიათ რომ დაჯოშნოთ ჩემთან. სწორედ ამიტომ გამოიწერეთ მოკლედ ჩემი გვერდი, ხო? მათ ვისაც გაქვთ კონკრეტული კითხვები, რაზეც გინდათ რომ ჩავწერო საჯარო გაშლა, ასევე შეგიძლიათ რომ მომწეროთ ან დამიტოვოთ აქ კომენტარების სახით რა კითხვაზე ისურვებდით საჯარო გაშლას. რაც შეეხება აი ამ შესაძლო ვარიანტებიდან, ჩვენ გვაქვს 6 შესაძლო ვარიანტი, შეგიძლიათ რომ შეარჩიოთ ერთი კონკრეტული ვარიანტი. ხელები და ფეხები არ გადააჯვარდინოთ ერთმანეთს შერჩევის და მოსმენის პროცესში და მოусმინებთ და დაელოდეთ იმ ვარიანტს, რომელი ვარიანტიც შარჩეთ. მე კი ახლა გადავალ პირველი ვარიანტის წაკითხვაზე და გავუყუროთ ზოგადად კვირის ფონი და რჩევა. მოკლედ, მშვენიერი კვირა იქნება თქვენ შემთხვევაში. ბევრი ახალი კარგი სიახლე შემოვა აი ამ ერთი კვირის ვადაზე. თუ აქამდე პრობლემა გქონდათ პირად ურთიერთობაში, თუ აქამდე პრობლემა იყო ფინანსებში ან კარიერაში, ვიცოდეთ რომ მომდევნო ეს ერთი კვირა იქნება სწორედ ის პერიოდი, როცა აი ამ ყოველივეს თქვენ დაალაგებთ, მოგვარებთ და არანაირი პრობლემები აღარ გაგრძელდება. ან თითქოს პრობლემა, რაც აქამდე გაწუხებდათ, ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს, დაალაგდეს და გამოსწორდეს თქვენს შემთხვევაში. ასე მაგრამ ის სირთულე რაიმე გართულება ნამდვილად არ გვიჩანს, ნამდვილად არ მოდის. ანუ მთლიანი კვირა, ერთი კვირა იქნება კარგი მოვლენებით ახსავს, ანუ კარგად და ნაყოფიერად ჩავლის ერთი კვირა. რაზეც აქამდე დაარდობით, აი ამისი აღმოფხვრა იქნება განსაკუთრებით თქვენ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, აქტუალური და მოგვარებადი. რჩევა ის არის, რომ მისამონეთ პროცესებით არ დაიძაბოთ, ზედმეტად სხვა საკითხებზე არ იფიქროთ და მიიღეთ და შევიდგეთ ის კარგი მოვლენები და სიტუაციები, რაც მოდის თქვენთან. ანუ სხვა საკითხებზე კონცენტრირება და სხვა საკითხებზე მოგვარება და გადართვა არ იქნება საჭიროა. ის, რაც შემოდის, მიიღეთ დიდი მადლიერებით და სიხარულით, ხო? ეს იყო პირველი ვარიანტი და მშვენიერი კვირა იქნება თქვენ შემთხვევაში პირველი ვარიანტის ამორჩეულება. მეც ასეთივე ბედნიერ კვირას გისურვებთ. ეს ესე ჩავწევ ცოტა და ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტში. მეორე ვარიანტის ამორჩეულება ცოტათი რთული და უსიამოვნო შეიძლება იყოს მომდევნო ერთი კვირა თქვენთვის. მაღალი ალბათობა რომ რაიმეში მოგატყონ თუ განსაკუთრებით რაიმე საბუთების საკითხზე ეხება, საქმე ყველაფერი კარგად გადამოწმეთ. არ არის გამორიცხული თქვენმა ახლობელმა ადამიანმა მოგატყუოთ, აი ადამიანი, რომელიც თქვენი მეგობარი გეგონათ, იმან რაღაცა გიმწროთ. მოკლედ, ცოტათი დაძაბული და რთული იქნება ეს კვირა თქვენთვის. ანუ ეს ადამიანი, რომელიც არ მოიქცევა სწორად და სათანადო თქვენთან, ამ კვირაშივე გამომჟღავნდება. აი ეს მოდის აქ შეიძლება პირად ურთიერთობაშიც იყოს უმეტესობა თქვენთაგანისთვის რაიმე სახის არეულობა და უსიამოვნება, ისე რომ ვთქვათ. ნუ ყოველ შემთხვევაში ცოტათი მძიმე და რთული კვირა მოდის. რჩევა ის არის, რომ ემოციებს არ აყვეთ. შეიძლება ამ გაღიზიანებულზე რაიმე ესეთი მოიმოქმედოთ, რასაც მე ინანებთ. ასე რომ აქტიური ნაბიჯები მაინც და მაინც აი ამ პერიოდში არ გადადგათ. გაბრაზებულზე, ისე რომ ვთქვათ, რაიმე მოქმედებები არ განახორციელოთ. სჯობს რომ მომდევნო კვირისთვის მიიღოთ ზომები, ხო, საჭირო ზომები, ან თუ იმისთვის რაიმე თქმა გენდომებათ, რაიმე თქმა გენდომებათ, მომდევნო პერიოდისთვის გადადოთ, იმიტომ რომ იმდენად ემოციური და რთული კვირა იქნება თქვენთვის, რომ ნებისმიერი მოქმედება, რასაც ესე რომ ვთქვათ,
რაც მოხდება, ესე ვთქვათ, და რაც არ უნდა გააკეთოთ, ამის მერე სულ თქვენს ემოციებზე იქნება აგებული და შეიძლება მე ამ ყველაფერს მოყვეს სინანული. ცოტათი რთული კვირა გვაქვს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ეს ერთი კვირა არის რთული და მომდევნო პერიოდები უკვე გამოსწორდება თქვენ შემთხვევაში. მე კიდევ წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ მეორე ვარიანტის ამორჩევა. გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტის წაკითხვაზე და ნახოთ. შვენიერი, მოკლედ, მესამე ვარიანტის ამორჩევა. არჩეულებრივი კვირა იქნება თქვენთვის, დიდი სიყვარული და ბედნიერებით სავსე იქნება ეს მომდევნო ერთი კვირა თქვენთვის, განსაკუთრებით პირადი ურთიერთობების ჭრილში. თუ რამე პატარა არეულობა იყო პირადში, იცოდეთ, რომ აი ამ ერთი კვირის ვადაზე ლაგდება, ძალიან შეიძლება გაგხაროთ თქვენმა პარტნიორმა ან ადამიანმა, ვინც ახლა აქ გულში გაიფიქრეთ და წარმოიდგინეთ პირადი ურთიერთობების დროს. ძირითადად ეს ერთი კვირა თქვენ შემთხვევაში რაც არ უნდა ხდებოდეს, პირადი ურთიერთობების მოგვარება დალაგებას დაეთმობა დრო. ვერ ხედავ იმას, რომ რაიმე ცუდი და ნეგატიური მოხდეს, არ პირიქით, ანუ კარგი ემოციებით იქნებით სავსე, არ არის გამორიცხული, რომ რაიმე მატერიალური საჩუქარიც მიიღოთ. რჩევა ის არის, რომ თქვენ იყავით აქტიური პირად ურთიერთობაში. რაიმის მოგვარება გინდა გადაწყვეტა, გინდათ რაიმის თქმა გინდათ, ემოციის გაზიარება გინდათ, თქვენ საყვარელი ადამიანისთვის დარეკვა გინდათ, მოკითხვა გინდათ, რაც არ უნდა გააკეთოთ, ხომ? გადადგით ნაბიჯი, გადადგით აქტიური ნაბიჯები და იყავით აქტიურ სიტუაციებში, ანუ არ არის აქაუსი, რომ გაჩერებულები იყოთ, ანუ პირადი ვითარდება უფრო მეტად ძირითადად რა, აი აქ რაც არ უნდა იყოს, პირადში გაგვთ წინ ხო თქვენ საყვარელ ადამიანთან გეკნებათ კარგი დადობითი სასიამოვნო მომენტები. სხვა ზოგადად მხრივ რომ გითხრათ, ჩვეულებრივ ანუ ასე ვთქვათ, სასიამოვნო იქნება კვირა, გართულებები არ გაქვთ არაფერში და სტაბილურად ჩაივლის ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით პირადში არის კარგი სასიამოვნო ცვლილებები, რაც თქვენს განწყობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს. ეს იყო მესამე ვარიანტი და მე კიდევ წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. ნახოთ ახლა რა ხდება ჩვენს მეოთხე ვარიანტში. მეოთხე ვარიანტის ამორჩევა ცოტათი შეიძლება რთული იყოს ეს ერთი კვირა თქვენთვის, შეიძლება ბევრი საქმის გაკეთება მოგიწიათ, ან ეხა იყოს სწორედ ის კვირა, რომ მარტო მოგიწევთ რაღაცების თავის გათმო და ცოტათი შეიძლება გადაიღალოთ, გადაიდოთ, ემოციურად იყოს ესეთი პერიოდი, რომ არ იყოთ ყველაფრის გაკეთების, ესე ვთქვათ, განწყობებზე და ხალისზე და ცოტათი რთული კვირა შეიძლება იყოს თქვენ შემთხვევაში. ეს მოდის აქ. ვერ ხედავ რაიმე ცუდი მოხდეს და რაიმე ცუდი გამოვლენებები იყოს, მაგრამ აი რთული კვირა იქნება თქვენთვის, ბევრი საქმე იქნება, ბევრი პასუხისმგებლობები შეიძლება გქონდეთ, რასაც უნდა გაართოთ თავი და ეს მოქმედებს ემოციურად ცოტათი რთულად. რჩევა ის არის, რომ ცოტათი შეიცადეთ, რომ დაისვენოთ საკუთარ თავს, გამოუყოთ დრო, არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ერთბაშად და აი ამ ერთ კვირაში დაასრულოთ და გააკეთოთ, მით უმეტეს ახლა ეს უკვე თვის ბოლო კვირა არის, ხო? და ესეთ რომ რაღაცები გადაანაწილოთ და თქვენ საკუთარ თავზეც ისვნოთ. ზოგადად რამე ცუდი გარემო ფაქტორი ხდება, თქო, მაგას ნამდვილად ვერ, მაგრამ აი დამხლელი კვირა იქნება ეს ერთი კვირა თქვენთვის. და ცოტათი რჩევაც ეს არის, რომ დასვენებას დაუთმოთ და თქვენ საკუთარ თავს დაუთმოთ დრო. ეს იყო მეოთხე ვარიანტის ამორჩეულებისთვის პასუხი და წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ მეოთხე ვარიანტის ამორჩეულება. გადავიდეთ ჩვენს მეხუთე ვარიანტზე. მეხუთე ვარიანტის ამორჩეულება სტაბილური კვირა იქნება. ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ნორმალურად ჩაივლის მთელი ეს ერთი კვირა. არ ჩანს, რომ განსაკუთრებული ძალიან დიდი აქტიური სიახლეები შემოვიდეს, ან ნეგატიური, ან ძალიან სასიხარულო, ის სტაბილური კვირა იქნება. რამე ესე ვთქვათ, დიდი სიახლეები აქ ამ შემთხვევაში არ გველოდება. საკითხებს, რასაც აქამდე შეიძლება ველოდებოდით, კიდევ შეიძლება მოლოდინის რეჟიმში იყოთ, ანუ რაიმე ესეთი ახალი არ შემოდის. ნორმალური სტაბილური კვირა იქნება, რაიმე სანერვიულობები არ გიჩვენთ, არ ძალიან დიდი სასიხარულო ამბები არ იგვეცხვათ ჯერჯერობით აი ერთი კვირის ვადაზე. რჩევა ის არის, რომ უმჯობესი იქნება თქვენთვის აი ერთი კვირის მანძილზე, თუ დროს დავუთმობთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს, თუ მათთან ერთად მოახერხებთ და თუნდაც ერთ საღამოს გაატარებთ მათთან, თითქოს ეს გჭირდებათ ახლა ემოციურად, ენერგეტიკულად, რომ უფრო დადებითად აივსოთ, ხო? და ეს მოდის, ანუ რამდენადაც მოახერხებთ და შეძლებთ, რჩევა არის, რომ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ აი ამ ერთი კვირიდან თუნდაც ერთი დღე. ეს იყო მეხუთე ვარიანტი და წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ მეხუთე ვარიანტის ამორჩეულება.
მე კი ახლა გადავალ ბოლო მეექვსე ვარიანტის წაკითხვაზე. მეექვსე ვარიანტი სამომრჩევლებო, ცოტათი შეიძლება რთული იყოს ეს მომდევნო ერთი კვირა თქვენთვის, განსაკუთრებით ფინანსურად. შეიძლება ფინანსებს სალდებით, ფინანსურების მოლოდინი გაქვთ და ეს ყველაფერი ცოტათი შეიძლება რომ გაიწელოს დროში. ქვეშ შემთხვევაში, ანუ არ ჩანს ის, რომ კრიზისული მდგომარეობა იქნება ფინანსური ან იმ მსგავსი, მაგრამ აი აქამდე რა თანხების მიღებასაც ელოდებოდით, რა ფინანსურ ესე რომ ვთქვათ, სარგებლებსაც ელოდებოდით, ეს შეიძლება გადაიდოს რაღაცა ერთი კვირით. ყოველთვის ამ ერთი კვირის ვადაზე ფინანსური საკითხები შეიძლება რომ ვერ მოგვარდეს. და ცოტათი ამას შეიძლება იმოქმედოს თქვენს ხასიათზე და განწყობებზე. ზოგადად რამე ცუდი ეს ნეგატიური არ ხდება, მაგრამ აქ პატარა სიტუაციებს უჩვენს ცოტათი დროში გაწევა. ან შეიძლება ფინანსებს არა და ზოგადად რამე საკითხიდან დასტურს ელოდებით და ეს დასტურის პასუხი გაიწელოს ცოტათი უფრო მეტად რა ვთქვათ და ამას შეიძლება ემოციურად არც თუ ისე სასწრაფოდ იმოქმედოს თქვენზე. ზოგადად ეს რჩევა რაც არის, სხვა საკითხებზე ორიენტირდეთ, იმ კარგზე იფიქრეთ და ის კარგი რაც ხდება თქვენს შემთხვევაში, თქვენს ცხოვრებაში, ამის მიმართ გამოხატეთ მადლიერების გრძნობა და ამ კონკრეტულმა ერთმა საკითხმა ეცადეთ, რომ მთლიანი კვირის განწყობებზე ნეგატიურად არ იმოქმედოს, ან თითქოს აი ყველაფერი თქვენს ხელში არის, როგორ შეხედათ მომდგომარეობებს და სიტუაციებს, ხო? ეს იყო მეექვსე ვარიანტი სამომრჩევლობისთვის პასუხი. მე კიდევ წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. თითოეულ თქვენთაგანს.